ამხარი დიდთოვლობა და ფუტკარი. აი ეს მაინტერესებს, რა საფრთხეები აქვს. მაღალი წინის შემთხვევაში შეიძლება დაიხოცოს ფუტკარი. აი ახლა ძირითადად ფუტკარს პასიურ მდგომარეობაშია, დიდი გუნდია შეკრული და ერთად არიან ერთმანეთს ატყობენ. არ გამოდიან საერთოდ. საკუთარ თაფსავე ჭამენ. საკუთარ თავს ჭამენ, არ გამოდიან გარეთ. 12 გრადუს ტემპერატურაზე მაღალი თუ არ არის, გარემოში ფუტკარი ეგრე გარეთ არ გამოდის. აჰა, და აი ასეთი მაგალითად დიდთოვლობა რა საფრთხე შეიძლება იყოს? მეფუტკრეობაში თუ არის ეს თბოიზოლაციისკები, ქართულ მეფუტკრეებს რამდენად აქვთ? კი, გვაქვს მომზადებული წლების განმავლობაში და აი ეს თბოიზოლაციის მქონე სკები რამდენად იცავს ფუტკარს და ამ რისკს ბადეები აქვს ყველას გასწრებოდა. აჰა. ანუ გაყინვისგან მაინც არ არის დაზღვეული, ამას ამბობთ? ანუ თვითონ ჯამთელი ფუტკრის ოჯახი. აჰა. არის ყინება. ჯამთელი ფუტკრის ოჯახს ყინება ვერ აშენებს. იმიტომ რომ გამოქვაბულებში ცხოვრობდა წლების განმავლობაში და იყინებოდა. ან დიდთოვლობა მაშინ რა ტიპის, ანუ რატომ იდიოდით, მოკლედ რომ ამიხსნათ, რა საფრთხეს ხედავთ? მენახა რამე დათმო ხო არ გადააბრუნა, რამე ხო არ გადააბრუნა, თოვლი მე მიდეს პალეტებზე. აჰა. პალეტებზე მიდეს სამ პალეტზე და მერე სკები. შეიძლება სიმძიმე დაატყვეს საკითხად მოუბრუნებულიყო. გადაბრუნებისას და უშუალოდ თოვლის ზემოქმედებისას შეიძლება დაიხოცებოდა ფუტკარი. აი მაგალითად წვიმის დროს თავსახური რო ეხატოს დაიხოცებოდა. ქარის კიდე ალბათ. ქარი ნაკლებად აიწვიმა უფრო. წვიმა უფრო ჩადის შეგნით წყალი. კი, მესმის. და იგივე ეხლაც წყალი ჩაუვიდოდათ გადახდილი რო ყოფილიყო თავსახური. აჰა. ზვავის ჩამოწოლის შემთხვევაში რა თქმა უნდა გაიგუდება, ხო? ფუტკარი ფიზიკურად ვერ გადარჩება. თუ ქვეშ მოყვა, ზღვის ქვეშ. თუ დაჭყლიტა, რაც უნდა დაიწო მასიცას გაგოფროფდება, თორე ისე თუ არ დაზიანდა და მოყვა ზღვაში. ხო. შეიძლება რომ გადარჩეს. აჰა, გასაგებია. არის პროცენტი რომ გადარჩეს. და ზოგადად აი თუ არ აიხადა, თუ არ დაზიანდა სკა. და სადაც ათავსებთ ხოლმე ამ სკებს, ბატონო ლექსო? მაგას თუ ითვალისწინებთ, რომ ნაკლებად იყოს თქვა ზვავსაშიში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გასწინოთ ახლა ჩვენ წყალი არ მოვარდეს. არის ხოლმე როცა მეფუტკრეს აზიანებს წყალდიდობა. უფრო საქართველოში უფრო წყალდიდობის ბეშინია ხოლმე დასავლეთ საქართველოში. აჰა. იმიტომ რომ აქ ყველგან წყალია. აჰა. ვიდრე რამე ზვავის. ზვავსაშიში ადგილებში, ახლა აჭარაში და გურიაში შეიძლება ფუტკარი, მაგრამ ძირითადად უფრო საფრთხეა მაგალითად აი ასობით ფუტკარი გაუნადგურდა ერთ-ერთ მეფუტკრეს რამდენიმე წლის წინ მახსოვს წყალდიდობით. ხო და ზავსაშიში ადგილებით კი რა თქმა უნდა თუ მოვიდა იმიწრა და ის ადგილი არის ან ზავი დამოვიდა იმ ადგილზე თუ ფუტკარი რა თქმა უნდა გავაგაფრთხილება. ეხლა ამხელა ნალექი რო არის მოსული მითი თოვლის სახით ეს აპრიორი ხომ ნიშნავს იმას რომ გაზაფხულისკენ უკვე იქნება დიდი ალბათობით იქნება წყალმოვარდნები ეს აი ამ მიმართულებით თქვათ რა საფიქრალი უჩნდება მეფუტკრეს გარში თით სადაც საფუტკრეები არის შეიძლება რომ იქ წყალდიდობა ყოფდეს მაგრამ თუ არ აქვს დათვალისწინებული ფუტკრი შეიძლება ბატალონათაც დასრულდეს ეს ამბავი მაგრამ უმეტესწილად დათვალისწინებული აქვს მეფუტკრეებს და ცდილობენ რომ ისეთ ადგილებში არ განათავსონ სკები სადაც მდინარე დაიბეს გვაქვს უკვე ეს მაგალითი ნანახი და დავიზნითვალისწინებთ უკვე ესეთ რაღაცებს და ბატონო ზოგადად კლიმატის ცვლილება რამდენად არის? კლიმატის ცვლილება კი. ანახეთ რა გულისხმობ მეფუტკრეობაში რამდენად ხელშესახები და რამდენად პრობლემატური გახდა. ახალი ტიპა გაჩენილი. სოფიოში. ძალიან მოერია და ვიდა შემოვიდა. საქართველოსთვის არის ახალი. საქართველოსთვის იყო შარშან ახალი სიახლე. როგორც ვარვა ესე მოედება ყველგან და ძალიან დიდ ჩაფრთხეს უკინის მეფუტკრეობას. ამბავი. ჯამე ისეთი განსაკუთრებული. ანუ თქვენ უფრო კლიმატის ცვლილების რისკებს მეფუტკრეობაში ტერინარული მიმართულებით უფრო ხედავთ. ასე გამოდის. ჯერობით არის რა თქმა უნდა ცვლილება ყველანაირად შეიცვალა გარემო არ მოქმედებს ეს კარგად ფუტკარი, იმიტომ რომ ნაადრევად იწვევს დათბობას, მერე ფუტკარი რაღაც რაოდენობაზე მრავლდება და მერე უცბად ყინვა რო იჭერს, ვეღარ იჭერს ფუტკარი თავის გუნდს ვეღარ ათხოვს და იხოცება. აჰა, გასაგებია. ეს კლიმატური ცვლილებები მოქმედებს რა თქმა უნდა.